ჩვენი ვიდეოებიდან გამომდინარე ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხებით ხოლმე, რომ აი როგორ მივცე ამა თუ იმ სიტუაციებში შენიშვნა. პირველ რიგში უნდა იცოდეთ, რომ შენიშვნა არის დისკომფორტული ასოციაცია. უფრო მარტივად რომ აგიხსნათ, ამა თუ იმ მომენტში, როდესაც თქვენი ძაღლის ქცევა თუ საქციელი თუ ნებისმიერ რამ თუ არ მოგწონთ, უნდა შევქმნათ გარკვეული სახის დისკომფორტი. გამომდინარე იქიდან, რომ შენიშვნის მრავალფეროვნება სასურველი და ხშირ შემთხვევაში აუცილებელიც არის, შეიძლება გაგიჭირდეთ და ვერ მოიფიქროთ ეს მრავალი ვერსია შენიშვნისა. მაგ შემთხვევაში კი გთავაზობთ საწვრთნელ საშუალება კონტროლერს, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ ძალიან მარტივად, სწრაფად და ხარისხიანად მოახდინოთ ძაღლის ქცევის კორექცია. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მისი სწორი გამოყენება, თორე წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ან გვერდით მოვლენებს, ან უშედეგობას კონდეს ადგილი. დაელოდეთ მომდევნო ვიდეოს, თუ კი გსურთ კონტროლერის სწორი გამოყენების შესწავლა. წარმატებები ყველას!